დღეს ახლა ვილაპარაკებთ ხალხო ძალიან საინტერესო თემაზე. ძალიან საინტერესო თემა გვაქვს, აი არ ვიცი, ისეთი საინტერესო თემებზე შეგვიძლია ახლა უკვე ვილაპარაკოთ. არა, მეგობარი არ დაბლოკოთ ხალხო, ჩემი მეგობარი მუზეებისკენ იყო და დაუბლოკეო. მაინტერესებს თქვენი აზრი მუზეებზე, რომ დაურეკა დედამ და ტირო და მარიამი რო დასცინოდა. გეტყვით მაგაცეც, მარიამი არ დასცინოდა, დედა მარიამსაც ყავს ხალხნო და მარიამის დედაც ნერვიულობს მუზეები, როცა ქუჩიდან მოსულს ეძახიან სხვათა შორის. არ აღავს კვიკერები და მეგობრებო ძალიან უკვე ხო გეთანხმებით რომ არის გასართობი შოუ, რეალიტი შოუ არის გასართობი შოუ, მაგრამ უკვე შეგვიძლია რაღაცა ცოტა სერიოზულ თემებზე ვისაუბროთ და ძალიან საჭირო რაღაცეებზე. მეზღება ორი მუზაო. არავინ არ უნდა გესღებოდეთ ხალხნო, იმიტომ რომ აზრი რატომ უნდა გესღებოდეთ მან ვინმე. ეგ ყველა მონაწილე არის, იმიტომ რომ ჩვენ გვეზღებოდეს, კი არა ჩვენ გავერთოთ ხალხნო და ხა არ უნდა გვეზღებოდეს არავინ მანდ. გამარჯობა კიდევ ერთხელ. მარი არ დაიღალეო, არა მარი არ დავიღალე, არ ვიღლები მე ადვილად, ძალიან ენერგიული ადამიანი ვარ. შენ თუ დაიღალე, შეგიძლია შენ არ ილაპარაკო. პანჯინიო, გვანთამე მუზეებს უჭერ მხარს და შოუსონი კარგი no problem, არ არის პრობლემა, ვისაც გინდათ იმას უნდა დაუჭიროთ მხარი ხალხო, არ არის აბაში არ არის პრობლემა. მე საერთოდ არ ვამბობ, რომ მაინც დავით ჩემი მხარდაჭერი უნდა ყოფილიყავით, ან მარიამის მხარდაჭერი, ან ასე შემდეგ. არ არის პრობლემა, თქვენი ნება, ვისაც გინდათ იმას უნდა დაუჭიროთ მხარი და ეს სრულებით ნორმალურია და ამაში ცუდი არაფერი არ არის, უბრალოდ ახლა გვექნება ჩვენ ძალიან საინტერესო თემები. ნუცი დიანას უნდა რომ ჯავახას მოსწონდეს და უნდა კი არა აძალებს ხალხნო, მარტო ის კი არა რომ დიანას უნდა რომ ჯავახას მოსწონდეს, არა აძალებს რომ გინდა თუ არა მე შენ მოგწონდიო. Привет, ჯიჯავაძე. მადლობა მეგობრებო გულებისთვის, გულებს რომ ძალიან მიხარია. ედიც დიდი მადლობა. სახე დაბანილი მაგტასო, თუ შენ არ მოგწონ ვარ, არ ნიშნავს რომ რას ვგავარ. ტასომ გეგონება რაღაცა კარგი თქვა. კი, ну ძინახე, თან ამბობენ რომ ფეიკი წყვილიაო და თან ამბობენ რომ ეჭვიანობსო. ანუ თუ ფეიკი წყვილია და სინამდვილეში ერთმანეთს საერთოდ არ მოწონთ. აბა რაზე იძახიან რომ ეჭვიანობენო, ხო? ლოგიკური არ არის? ფეიკი წყვილი ხალხნო არ მგონია და მე მგონია რომ ძალიან ესე ვთქვათ ადვილად ჩანს რომ ერთმანეთი მოწონთ. ისევ და ისევ ჩემ აზრზე ვარ რომ სიყვარული და გრძნობები და ასე შემდეგ ჩვენ სხვა ადამიანს ვერ გადავუმოწმებთ. რამდენად უყვარს, რამდენად არ უყვარს და ასე შემდეგ უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ მოსწონთ თუ არა რეალურად ერთმანეთი. გულგრილები რო არ არიან ერთმანეთის მიმართ. როგორ უყურებენ ერთმანეთს, როგორ ექცევიან და ასე შემდეგ. ვინ ვის უყვარს და რეალურად ეს გრძნობები შოუში ნამდვილია თუ გარეთ რო გავლენ ეყარებათ თუ არა, ეგ არავინ არ იცის. სულ რო გარეთ შეხვედროდნენ ხო ორი ადამიანი ერთმანეთს, მე როგორ გაგრძელდებათ მაგათი ურთიერთობა, ეგ არავინ არ იცის. ხო გარანტირებული ამ სამყაროში არაფერი არ არის. კი, საქმე ეხება იმას, რომ ძალიან ლამაზი ხარ, მადლობა სესილი, ძალიან დიდი ჰაუსი ჯანელი. ჯანელიძე მაინც და ჯანელიძე ვინ არის? ემილი ესათია მეც მიყვარხარ ძალიან.
პანჯინიოს ყვავილები გამომიგზავნა პანჯინიომ ძალიან დიდი მადლობა. მასტერშეფში გოგო რო იყო. რომელი გოგო აბა მითხარით? ახალი მონაწილეები ორი ბიჭი რო არის. ახალი მონაწილეებიდან ის ერთი ბიჭი ლორენცომ უკვე ამოიჩემა. ანუ ლორენცოს ყავდა აქამდე ბონდო, ვისაც ესე ვთქვათ, თავის მანიპულაციებს და თავის ესე ვთქვათ, რესურსებს ახარჯავდა ხოლმე და შოუში ჩანდა ხოლმე მერე სულ ლორენცო, კამერები და მაყურებლის მთელი ყურადღება იყო ხოლმე ლორენცოსკენ, იმიტომ რომ მას ყავდა ბონდო. მას შემდეგ რაც წავიდა, ახლა ადგა ამ ლორენცომ და იპოვა ეს ახალი მონაწილე. რა ქვია ახალ მონაწილეს გამახსენეთ? კიკინიანი არა და მეორე. საზღვარგარეთიდან ჩამოვედიო. ჰაუსი ჯანელიძია გვარად. ლაშა. ლაშა კი. მეორეს რა ქვია გამახსენეთ კიკინიანს? ძალიან დიდი მადლობა ლამაზი ხარო, ძალიან დიდი მადლობა ხალხო, მოკლედ რას ვამბობდი. ხო და ლორენცოს ეგ არის ხლა ძალიან ცუდი და ყველაზე ცუდ დღეში არის ხლა ჰაუსში ჯავახა. და რატომ? იმიტომ რომ ჯავახა იყო ხალხრო ყველაზე მეგობრული. აი ყველასთან რო კარგად იყო და სულ რო ცდილობდა რომ ყოფილიყო სამართლიანი, სადაც სათქმელი იყო ეთქვა, სადაც სათქმელი არ იყო არ ეთქვა, ზედმეტად არ ჩარეულიყო და ასე შემდეგ. ძალიან ცდილობდა რომ ეს მისი დამოკიდებულება ყოველსადმე ყოფილიყო მეგობრული, კორექტული და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც ყველა მონახეთ, აი ესეთი მიდგომა ყოველთვის არ ჭრის. შენ კი ხარ მეგობრული, ჩემო ჯავახი, მაგრამ სხვები არ არიან მეგობრულები და ჰაუსში მეგობრები საერთოდ არ არსებობენ. არც ლელუ არ არის მუზების მეგობარი და როგორც კი დაჭირდება ფინალისტვის და მოსაგებად, ლელუ ადგება და მოიქნევს ამ მუზებს და ძალიან ღირსებიც იქნებიან. ჰაუსი მარიამი რო ლელოს ბებერს ეძახისო ხალხო გაგახსენებთ რომ ლელუზე ვარ 8 წლით თუ რამდენით უფროსი და მეც ბებერს მეძახდა ლელუ. მარიამი ამბობს რომ ნუ ჭორავ მუზებზე რაო, შენ ვინ გეკითხება რაზე ვიჭორავებ, ჩემო მარია? მე ვარ ხალხო ისევ და ისევ გეუბნებით რომ მე მარიამის დაქალი არ ვარ, მე ვარ მარიამის გულშემატკივარი, მე ვარ მარიამის გულშემატკივარი. გულშემატკივრობ და ჩვენ როგორც ასეთი დაქალები არ ვართ. და ვერც იმის მტკიცებას დავიწყებ ხა ხალხო რანაირი დაქალები ვართ. 3 კვირა ვიყავი ჰაუსში, 3 კვირა და ცოტა მეტი და ჰაუსში გავიცანი მარიამი და ვარ გულშემატკივარი. მე ვერასოდეს ვერ მოგატყობთ რომ ჩვენ ვართ დაქალები, რანაირად ვართ დაქალები. 3 კვირა ვიცნობდი ამ გოგოს და ეხლაც ვამბობ რომ ჰაუსში ყველაზე გულწრფელი და ყველაზე ნამდვილი ადამიანი ეგ იყო. იყო და არის კიდეც. ეხლა ბოლოს სტრიმებს რას უყურებდი, ადამიანი მარიამი საერთოდ გარეთ ვეღარ გამოდის ოთახიდან. ოთახიდან ვეღარ გამოდის, იმხელა ზეწოლა და იმხელა ბულინგი არის მარიამზე და არის ეს ერთი ჯავახა რომელიც იგერიებს ამ ლორენცოს და ლელუს და მუზების შემოტევებს და ეს ერთი ადამიანი დგას ეხლა ეს ჯავახა ამდენ ხალხთან და იგერიებს და ეს მარიამი საერთოდ ვეღარ გამოდის. ხალხო ეგეც სტრესში რო არის, ხლა მე ძალიან მეცოდება. სხედან ეხლა ეს ამდენი კოალიცია შეიკრა, უკვე ლორენცომ შეკრიბა ეს 3 მუზა. 3 მუზა არის ლელუ და ეს 2 მუზა. დაემატა ლელუ ამათ და
ლორენცო ახლა რას აკეთებს? ლორენცოს უნდა რომ ძლიერი კონკურენტები ჯავახა და მარიამი მოიშოროს, ხო? ამისთვის ახლა ჯავახას ხო არ ეტყვის რომ იმე რა კაი ბიჭი ხარ და იმე შენი ჭირიმე შენ გენაცვალეო, ხო? ადგება ახლა აკეთებს ყველაფერს იმისთვის რომ ჯავახა გააშაონ. ახლა ნახეთ არაფერი მაშინ გასაკვირი იმაში არ არის რომ მონაწილეს უნდა მოგება და მონაწილეს უნდა ძლიერი კონკურენტის მოშორება. ეხლა ამაში გასაოცარი და განსაკუთრებული არაფერი არ არის. უბრალოდ ამ ადამიანებს, ანუ კოალიციას ვეძახი, ლორენცოს და სამ მუზას. ამ ადამიანის ქცევაში ყველაზე ცუდი რაც არის ის, რომ ადამიანის მოშორება ჯავახა უნდათ არა დავუშვათ რეალობა რაც არის და არა იმით რომ დავუშვათ ჩვენ კარგები ვართ ხალხ რო და თქვენ არჩევანი გააკეთეთ, რა ვიცი, ისიც კარგია, მეც კარგი ვარ, მაგრამ რა ვიცი, მე უფრო კარგი ვარ. ესე კი არა. ამათ უნდათ ჯავახას მოშორება როგორ? მოძალადე ხარ, ფეიკი ხარ, არაკაცი ხარ. ანუ ადამიანმა თქვა რომ მარიამი მიყვარსო და ეძახიან ფეიქს და ეძახიან ქალზე მოძალადეს. ხვდებით ხო? ადამიანები, რომლებიც მარიამს აბულინგებდნენ და უშვერი სიტყვებით ლაძღავდნენ, ეხლა რატომღაც გამოვიდნენ მარიამის დამცველები და იცავენ ჯავახასგან. ეს რა ხდება ხალხმა ეგეთი რაღაცა თუ გაგიგიათ საერთოდ? ანუ მარიამ შემოსვლის დღიდან აბულინგებდნენ ქუჩიდან მოსულს, ქუჩაში ნასწავლს და რა ვიცი, რას აღარ ეძახდნენ, ბოსსაც და რა ვიცი, ყველაფერს, ხო? ყველაფერს ეძახდნენ მარიამს და შესაბამისად არ ვიცი ხა აღმოჩნდა რომ თუმე მარიამის დარდია აქვთ იქ რომ დაეცა ფეხი რო გაუცურდა იმდენად ინერვიულეს მარიამზე რომ ჯავახას ეძახიან ეხა ქალებზე მოძალადეს ეხა ხალხმა მან ყველაზე საშინელება არის ის რომ მოძალადე და ქალზე მოძალადე არის ძალიან ცუდი მახასიათებელი ანუ ეგ ის კი არა რომ შენ ცუდად იმღერე ცუდად იხუმრე ან რამე ეკეთი ხო? არა, ბევრად უფრო მძიმე ბრალდება და ბევრად უფრო ცუდია გასაშავებლად, ვიდრე მაგალითად შენ რანაირად მღერი, შენ რანაირად ხუმრობ და ასე შემდეგ. არა, ხალხო, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება, რასაც ესენი აკეთებენ, არის ძალიან ცუდი, აი ძალიან ბინძური თამაშია მართლა, იმიტომ რომ მოძალადეობას რო აბრალებ ადამიანს, ეს არის აი როგორი ლაქაა, იცით? აი თან ჯავახას რო აბრალებ მოძალადებას, რომელიც უფრო დამცველი ტიპაჟია, ვიდრე მარიამ და შენ ხო რატო უნდა დაგვეთმო რა ვიცი ის ოთახი ჩვენ მოგვეწონა და რა სავალდებულო იყო რომ დაგვეთმო მე წარმოდგენა ანუ ხალხო რა ანუ რატო უნდა დაგვეთმო ანუ ის ოთახი უფრო მოეწონა და ჩათვალეს რომ მათ ის ოთახი ეკუთვნოდათ არა რა ვიცი ჩვენ მოგვეწონა ის ოთახი იმიტომ რომ ორნი ვიყავით და ამ ოთახებში იყო საერთო აბაზანა ხო იმათ ჰქონდათ 4-ს თუ 5-ს ერთი აბაზანა და ჩვენ 2-ს ჰქონდა ერთი აბაზანა რომელიც ბევრად უფრო მოსახერხებელია და კომფორტული და ამუზებს მოუნდათ ეს თავისი აბაზანა რომ თვითონ ქონოდათ. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ რა ვალდებულები ვიყავით, რომ არ დაგხვდით. ჩვენ ვთქვით, რომ არა, ჩვენ მოგწონს ეს ოთახი, მაგაში რა არის? დები მუზები ეღოველები არიან, არ ვიცი, სიმართლე გითხრა მათი რელიგიურის, თუმცა ხო, ქრისტიანები და მართლმადიდებლები მგონი არა. შეგიძლიათ ხალხო საჩუქრები შეუგზავნოთ მარიამს პროდაქშენში დატოვოთ და გადასცემენ არ არის პრობლემა. რუსთავი 2-ის შენობა ეს ანჯაფარიძის 5.
კი, შეგიძლიათ შეუგზავნოთ თქვენ საყვარელ მონაწილეს საჩუქრები, ყვავილები, რაც გინდათ, ანუ შეზღუდულები არ ხართ არაფერში. მისამართი არის ანჯაფარიძის 5 ნომერი. მოდი ამ ჰაუს დავამიუთებ, იმიტომ რომ არ არის საჭირო გუზდელობა. მე ჩემი მოდერატორი დღეს არ მყავს. თიკო, სადა ხარ თიკო? ხალხო, ქართველი მამა თუ როგორი მამა ყავთ? მე როგორც მომაწოდეს ის მუზების ახლობლებმა ინფორმაცია, მეგობრებო, და ეს ადრეც თქვი, ანუ მუზების საქციელში ყველაზე red flag-ი და ყველაზე დიდი მიუღებლობა არის ის, რომ მათ ცხვენიათ და მალავენ თავიანთ წარმომავლობას. ეს გოგოები არიან მუზაერები და გადაიკეთეს გვარი მუზაშვილებად, იმიტომ რომ უნდათ საქართველოში დამკვიდრება და უნდათ რომ გამოჩნდნენ ქართველებად, მაგრამ გვარის გადაკეთება, წარმომავლობის დამალვა, რაღაცას რომ მალავდა, ცხვენია თქვა და ასე შემდეგ, ძალიან ტეხავს ხალხო. ესენი ემიგრანტები კი არ არიან, იქაურები არიან და აქ ჩამოვიდნენ და აფეიკებენ თავიანთ გვარს, აფეიკებენ თავიანთ წარმომავლობას და ასე შემდეგ. რანაირად არიან ისინი, რა ქვია, ქართველები ხალხო, გვარი აქვს გადაკეთებული და რამდენჯერაც ვკითხე, რომ თქვენ სადაურები ხართ და საიდან ხართ წარმოშობით, იტყუებიან, არ არიან ეგ კახელები, ეგენი არ არიან ქართველები. კი ბატონო, გვარი აქვთ გადაკეთებული და ყოველთვის მალავდნენ. მეც რამდენიმეჯერ ვკითხე, რომ რაღაცნაირი აქცენტი რო აქვს და ჩვენო ქართულათო ვერ ვლაპარაკობთ კარგად. ვიდეოებში ჩანს, რომ რუსულად ბევრად უფრო გამართულად საუბრობენ და ბევრად უფრო კარგად, ვიდრე ქართულად. რანაირად არიან ქართველები? არიან იქაურები, ჩამოვიდნენ აქ და გადაიკეთეს გვარი, იმიტომ საქართველოს უფრო მოსწონთ, რა თქმა უნდა. საქართველოს ქალაქები არც არიან ეგენი, პირიქით არიან თავის იდენტობას, წარმომავლობას და გვარს რომ მალავენ და რა ვიცი ხა, ადამიანი რომელიც თავის წარმომავლობის ცხვენია და მალავს, ის რანაირად არის მართალი ამ ამბავში. რა პრობლემაა წარმომავლობაზე ლაპარაკი? ანუ რამე ისეთია, რაც უნდა დავმალოთ და ტეხავს მაგაზე საუბარი? თუ რა პრობლემაა? ანუ წარმომავლობაზე ლაპარაკი რატო ტეხავს? ვინ სად ცხოვრობდა, ვინ არის ნაციონალობით? ანუ თქვენ გიტყდებათ თქვენი წარმომავლობა დაგუშვათ, ახლა ქართველი ვინც არის ან არა ქართველი ვინც არის აქ. გიტყდებათ იმის თქმა, რომ ქართველი ხართ? თუ ანუ წარმომავლობაზე ლაპარაკი რატო ტეხავს? აი ვიღაცა ეწერს აქ, რომ წარმომავლობაზე საუბარი ტეხავსო. მე არ მიტყდება მაგალითად, რა ვიცი, ვინმეს გიტყდებათ იმის თქმა, რომ ქართველი ხართ? ნიაკო გამარჯობა. ანუ ეს წარმომავლობის ხსენება კი არ ტეხავს წარმომავლობას, რომ მალავ და აფეიკებ, ეგ ტეხავს ხალხო. საერთოდ არ არის გასატყდომი ხალხო, ვინც რომელი ნაციონალობის არის, ვინც რომელი წარმომავლობის არის, არც ერთი ეროვნება არ ტეხავს, ტეხავს ის, რომ შენ მალავ და გიტყდება შენი ეროვნების, შენი წარმომავლობის. აი ეგ არის გასატეხი და არა ის, რომ მაგალითად რუსი ხარ, თურქი ხარ, ებრაელი ხარ, არაბი ხარ, ქართველი ხარ, არც ერთი ეროვნება არ ტეხავს. ტეხავს, რომ შენ მალავ ამას და გიტყდება და ჩუმად
მიანად ხარ და არა მე არ ვიტყვი, იმიტომ რომ არ მინდა ამაზე საუბარი. არა მე არა ამადამ გვარის კი არ ვარ, მე გადავიკეთე გვარი შვილიან ძე მივამატე და სინამდვილეში აი ეს უფრო მაწყობს ახლა მე. აი ეგ ტეხავს რეალურად. თუ ადამიანი 30 წელს გადაცდება, რატოა ბებერი ვერ გავიგე? იმიტომ რომ თვითონ გვეძახდა ბებრებს. შენ როგორც გინდა ხანდერჩულ თუ რაცა შენ როგორც გინდა ისე მიჩვენ მე მაგალითად არ მიტყდება როგორც ლელუ მწარდება მაგაზე მე საერთოდ არ მიტყდებოდა თავის მოვლის საშუალებებზე შემხვდაო შენი ვიდეო და საკმაოდ ბევრი გვაქვს მინდა გითხრა ნინო ძალიან გამეხარდა აბა რომლები გვაქვს დამიწერე იმიტომ რომ მე მოვძებნე 3 ეხლა ეგ ვიდეო იმიტომ ჩავწერე რომ მეთქი თუ არის რაღაცები გამოგვეხმაუროს ანუ შეიძლება ვიღაცა სახლში აკეთებს რაღაცას მაგრამ ისე რომ ბრენდი იყოს და სერიულ წარმოებაში მე მივაგენი ესე იგი 3 ბრენდი იყო და მაგ 3 ბრენდს მივაგენი და კიდე რომლებია იქნებ მითხრა ძალიან ლამაზი ხარ და ლელუც ძალიან ლამაზია კი ლელუ ძალიან ლამაზია გეთანხმებით ანოუკი გოლდიც არის ძალიან კარგი ნინო ანოუკი გოლდს როგორც ვიცი აქვს 1 ან 2 პროდუქტი მაქსიმუმ ვიცოდი 1 წითელი პომადა ტუჩსაცხი უფრო სწორედ 1 რაღაც გამოუშვა 1 პროდუქტი და კიდე აპირებდა ანუ მე ვიძახი ანუ skin care-ს და ეს თქვათ მოვლის საშუალებებს რაც ბევრი რაღაცები რო დაილაგო სახლში და იყიდო ტუჩსაცხი ვიცი ანუ უკიმ რო გამოუშვა მაგის პრეზენტაციაზე ვიყავი მე მგონი ვერ წავედი რაღაცის უკიმ მქონდა საქმეები პილ ნატურალსი ჯავახიშვილი პილ ნატურალსი ანუ თათუკას ბრენდზე ამბობ ხოლო მიცის პილ ნატურალსი კი ახლა გამახსენდა ადრე მქონდა მაგის ზეთები და რაღაცეები ხო თათუკას ლომიძე ძალიან საყვარელი გოგოა სხვათა შორის პილ ნატურალსის რა მქონდა ვარდის თუ რაღაცის ზეთი იყო რომელიც რუჩზე ვისმევდი ხოლმე ზაფხულში და ძალიან მომწონდა იმიტომ რომ ტანსაცმელზე არ გადადიოდა არ ეწებებოდა და ძალიან სასიამოვნო სუნი ქონდა მაგრამ სხვა რაღაცები არ ვიცი ასევე ქონდა მე მგონი აბაზანის ისინი გადავცე მეგობრებო მარიამის გულშემატკივრები ყველანი მიყვარხართ რომ წერთ ხოლმე რაღაცა ვიდეოებს გამამხნევებულ რაღაცებს რომ მიგდებთ ხოლმე ძალიან მიხარია და ძალიან მიყვარხართ ყველა კიდე ნინო კიდე არის ესეთი ქართული ბრენდი ზარბაზანი რომელსაც აქვს მგონი მხოლოდ დუშგელები და რაღაცები ანუ ერთი სახეობა როგორც ანოუკის აქვს ერთი სახეობა ან 2 მე მგონი ტუში და ტუჩსაცხი მოკლედ შეზღუდული რაოდენობის ესე არის რაღაცა ზარბაზანი თვითონ ეს სახელი ზარბაზანი როგორ მოიფიქრეს ყურძნის წიფწზე თუ რაღაცაზე დამზადებული, მაგრამ მე მაგას არ ვიძახი, რომ დავშვათ ანუ skin care-ს ბრენდი, ანუ თავის მოვლის ბრენდი, მთლად ეგ ვერ მივჩნია, მარტო დუშგელია და მე ვიძახი აი როგორც Tambo Skins და უკის აქვს ბევრი რაღაცეები და რასაც გინდა მარიამს ვეტყრო და გაფოლოვოთ ხალხნო, აუცილებლად ვეტყვი.
კი რა რაღაცა ვიდეო საინტერესო ვიდეოები უნდა ჩამიგდოთ ხოლმე, იმიტომ რომ მე სტრიმებს ვერ ვუყურებ და თქვენ რასაც მიგდებთ ხოლმე ვიდეოებს, იმას ვუყურებ, იმიტომ რომ სტრიმებისთვის არ ცალია და ვიცი რომ საინტერესო რაღაცა რო ხდება, თქვენ ამოჭრეთ ვიდეოებისგან და ჩამიგდებთ. გვანცა როგორ მოგწონს ახალი გოგო ანასტასია ძალიან მომწონს. TikTok-ში თუ არა ინსტაზე მაინც დამაფოლოვოსო. ვეტყვი რომ დაგაფოლოვოს აქაც და იქაც. ანასტასიაზე გეტყვით რომ ძალიან ესეთი ხასიათიანი გოგოა. თავიდან ეგუნათ რომ ეს ლამაზი გოგო შემოვიდა. ესლამაზი გოგო შემოვიდა ეხლა და ჩვენ ამას ეხლა მოვსვავთ ადგილზე და ვეღარ გაბედავს რაიმეს თქმას. არა, სადაც საჭირო იყო ხმაც ამოიღო ანასტასიამ, სადაც საჭირო იყო იჩხუბა კიდეც, სადაც საჭირო იყო გაიცინა, იცეკვა და ასე შემდეგ. დაუფარავად და ღიად ფიქრო ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. ეს ძალიან დასაფასებელია და მე მგონია რომ თამაშია და ზოგადად ჰაუსი თამაშია, ხო? რეალიტი შოუ თამაშია და ყველა თამაშობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ანასტასია არის ადამიანი, რომელიც ყველაზე ნაკლებს თამაშობს და საერთოდ არ თამაშობს ბინძურ თამაშს. გამარჯობა ანკ. ახალი ბიჭებიდან ერთს ვიცნობ კიკინიანს, რომელიც პროდაქშენში გავიცანი და მისული რო ვიყავი უსანომ ჰაუსში შევიდოდით მანამდე გავიცანი და მეორე ბიჭი მეჩვენება რომ ცოტა სუსტია, თუ მაგან არ გამოავლინა ძალიან დიდი სიმტკიცე. ლორენცო უკვე გადაიკიდა, ლორენცომ დაინახა რომ ეს არის მიიჩნია უბრალოდ ნახეთ ლორენცო მიიჩნია ამ ორი ახალი ბიჭიდან ლაშა მე მგონი ხო თქვენ დამიწერეთ შევავწთები ხალხურ სახელია კარგად შეიძლება არ მახსოვს ლაშა რომელიც არის ჩამოსული გერმანიიდან და ვარ სტომატოლოგი უმკეთ ლაშა რომელიც ლორენცო მიიჩნია რომ არის სუსტი როგორც თავის დროზე ბონდო ყავდა ამოჩემებული აი ესე ამოიჩემა და შესაბამისად ხა ამ ბიჭმა ძალიან დიდი გამძლეობა და ხასიათის სიმტკიცე უნდა გამოავლინოს რომ ლორენცოს გაუწიოს სათანადო წინააღმდეგობა ნინო მაგაზე ვთქვი მარიამი მოიქნიაო და ჯავახას რომელიც რეალურად ჯავახას მოშორება უნდა ეძახიან მოძალადეს მაშინ როცა ყველას ფეხებზე ეკიდა მარიამი და მარიამზე ძალადობდნენ რასაც ვთქვია ემოციურად და ასე შემდეგ ეხლა გახდნენ მარიამის ფეიკი დამცველები რანაირად არიან ეგენი მარიამის დამცველები როცა მარიამის გადავლის გარდა არაფერს არ აკეთებდნენ ეგენ და ეხლა გამოვიდნენ ვითომ არიან მარიამის დამცველები რანაირად არიან მარიამის დამცველები ხალხს რო არ გადამრიოთ ეხლა გაახსენდათ სოლიდარობა, ანუ ეს სოლიდარობა არის, აი უკიდურესად ფეიკი ხალხმა რა სოლიდარობაზე ლაპარაკი, მარიამის გადავლის გარდა არაფერს არ აკეთებდნენ ეგენი და ეხლა რატომღაც მოუნდათ სოლიდარობა, რასთან მიმართებაში არიან სოლიდარულები, აი მარიამთან, ჯავახას გაშავება რო უნდათ, ეგ არის სოლიდარობა და ჯავახას მოძალადეთ გამოყვანა, ეგ რანაირი სოლიდარობაა. რეალურად ეგ არის ესენი რასაც სოლიდარობას ეძახიან ჯავახას გაშავება და ჯავახას მოშორება უნდათ ეხლა ამ პარასკევს ანუ სხვა არაფერი დღეს რა არის ოშაბათი ხო აგერ ნახავთ წითელი დროშები მოვა და ჯავახას და მარიამს ეკნებათ ყველაზე მეტი წითელი დროშა ლორენცო არის ბოსი ლორენცოს ბოსობა რას ნიშნავს რომ ლორენცო ეხლა ცდილობს რომ აუთსაიდერად დასვას ისეთი ვიღაც და მოიშოროს ძლიერი ვინც მას ხელს აღარ შეუშლის შემდეგ უკვე ფინალში ნინო 005 გეთანხმები აბსოლუტურად მეძავს და რა ვიცი ყველაფერს ეძახდნენ მაშინ როცა რა ვიცი აბა
რა თქმა უნდა, მან ერთმანეთს აბრალებენ უზდელურ სიტყვებს, იმიტომ რომ თვითონ გამოჩნდნენ კარგები და სხვა გამოჩნდეს ცუდი, ანუ ეს არის რეალურად მიზანი. მეგობრებო, აი ესეთი რაღაცა შრამი დამრჩა, მე თვითონ რომ მქონდა ხო იცით გაჭრილი და ნაკერები რომ ეხლა დამრჩა შრამი და იმ წაღარ მინდოდა რაღაცა ბეჭდების და რაღაცების გაკეთება და დამრჩა შრამი, ვერ გავიკეთე ბეჭედი ხო, ძალიან დარდობ, ანუ შრამების წინააღმდეგ რა არის, ანუ რა შეიძლება რომ ოკეი, თინათინ მახოს ეკო, აი მარიამი ხوارიო, მაგრამ მარიამთან ერთად თუ აქ რო იყო ჩვენი ყოფილი მონაწილეობა, იმან უთხრა მე კიკინიანმა ბიჭმა, ალბათ უგვანცაზე ლაპარაკობ, ხო და კიო, სახელს არ ვახსენებთ ჩვენ, მაგრამ ყველაფერი ვიცით თუ ვინ, ალბათ უგვანცაზე ამბობ, ხო და კიო, უგვანცაზე ვამბობ. ეგ იყო რაც იყო. ძალიან სასაცილო იყო. მეგობრებო, მადლობა ვინც ალაიქებთ, მადლობა ვინც ესე იგი გამოხატავთ თქვენს განწყობას გულებისთვის, ძალიან დიდი მადლობა. ელე გამარჯობა, კვანცა გამარჯობა, როგორ ხარ? კარგად, შე როგორ ხარ? ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო გულებისთვის. ვაიმე რამდენი გულებია, დიდი მადლობა. კი რა, ეგ არის ზუსტად ახლა უნდათ რომ ერთად დასვან და მოიშორონ ძლიერი კონკურენტი, იმიტომ რომ ნახეს რომ მარიამი გახდა ხმის ლიდერი, ჯერ ხო კლიკერები, ფეიკი კლიკერები და ასე შემდეგ რა არ ეძახენ. ეხლა ნახეთ, ბევრი ხმა მიიღო ასევე მუზებმა და ქუთაისებმა, რა ვიცი, იქნებ ისინი არიან ფეიკები. ანუ რა ლოგიკა აქვს რომ მაინც მარიამი რატო არის ფეიკი? ხო, აფერისტები არიან გეთანხმები და სიმფროში ლაპარაკობენ და სულ ითხოვენ რომ აი ჩვენ ორი გოგო დაგვიცავი ლორენცოსთან დაასხდნენ, ეხლა ლორენცოს რას არ ეძახდნენ, როგორ ლანძღავდნენ, მივიდნენ ეხლა დაასხდნენ ლორენცოსთან და ლორენცო ეხლა ჩვენ დაგვიცავი, ქუთაისელები რო იყვნენ ხედავ რა კარგი ბიჭები იყვნენ, როგორ გვიცავდნენ, ეხლა არავინ აღარ არის ვინც ჩვენ დაგვიცავს და ეხლა ეს ლორენცოც რა თქმა უნდა გახედა კამერებს, გამოხედა კამერებს. მოდი ეხლა ცოტა ხანი ამათ დავიცავ, სანამ ჯავახას და მარიამს მოვიშორებ. მოდი ახლა ცოტა ხანი მუზებს დავიცავ, მუზების გულს მოვიგებ. მე წითელი დროშა იქნება არ მომცეს აქ არავინო და რა მოხდა? შევერთდა კოალიცია. სამ მუზა არის ლელუ და ორი მუზა ხალხო. ფეიქ სიყვარულობა და არ მოგწონს ხალხსო, ვიზე იძახი ლელუ და დიასაზე? ძალიან ცუდად ეკცევა ხალხნო მარიამს, ლელუ რასაც უკეთებს ძალიან ცუდია. მარიამ ბარამიძე კი ბევრად მეტი შეუძლია დაინახოს, მაგრამ ნახე ვინც როგორია ისე ხედავს. ლორენცო არავის არ იცავს ხალხო, მუზებსაც მოიშორებს ეგ როცა დაჭირდება, უბრალოდ ეხლა ჭირდება თქო, მაგას ვიცახი, ნახე ჯავახას და მარიამის მოშორება სანამ უნდა, მანამდე ჭირდება ეს მუზები და მანამდე არის ვითომ დამცველი და ვითომ მაგათ მხარეს. მიხვდი საერთოდ არ იყო არანაირი საუბარი არც ემიგრანტებზე, არაფერზე და ეს სენსიტიური და ესეთი თემა წამოჭრა ძალით, იმიტომ რომ ამ ხალხს დაანახოს, რომ ვაიმე ხალხნო ესენი რა ცუდები არის და მე რა კარგი ვარ, აი ეგ იყო, სხვა არაფერი. გაბი ბოჟაძე რას ვავრცელებ, აბა იქნებ რომ დააკონკრეტო, იქნებ არ არის ჭორი. დიკუნა მეც მყარხარ.
გვანცა გეთანხმები გეგონება ყვავილებით მოფენილი ცხოვრება ქონდათ იმათ სხვებზე რომ საუბრობენ. ზუსტად ეგ არის მე რასაც ვაშავებ, მოდი ამას დავმალავ, ისე რომ სხვას დავუწყო ამაზე ჩხუბი სხვა მიმართლოს თავი და მე გამოვჩდე მერე შედარებით ანგელოზი, ანუ მაგას აკეთებს ახლა ლელუ ზუსტად. ანი კვარდისთვის ძალიან დიდი მადლობა. ჰაუს რუსთავი ედიც მე ის მაინტერესებს რატომ მიდის მარის და ნიკას გაშავება. მარის და ნიკას გაშავება ხალხო რატომ მიდის, ვინც აქამდე ვერ გაიგეთ, ისევ და ისევ გეტყვით რომ უნდათ მაგათი მოშორება, იმიტომ რომ არიან ძლიერი კონკურენტები. რასაც ლორენცო აკეთებს ახლა არის მარიამის და ჯავახას მოშორება, იმიტომ რომ თulis რომ არიან ძლიერი კონკურენტები. ხახნო თმა მაქვს შესაღები კიდევ. სულ მიწერთ ხოლმე რომ თმა შეიღებე, თმა შეიღებე, ხახნო ვერ შევიღებე, არ მეცალე, იმიტომ რომ ჩემს ტესტს ჩავეწერე ორჯერ და ორჯერვე. ანუ წინა კლიენტმა დააგვიანა ხალხნო და რომ მივედი მე ვიყავი მე სხვაგან ჩაწერილი და შესაბამისად იქ ვეღარ დავრჩი დამატებით ერთისა. ძალიან აბანძებენ ხო ან ტირიან ან ჯღავიან. ჩემ დროს ხალხნო ეგენი არ ტიროდნენ. ჩემ დროს ეჭირათ ეს ფანდური და გამწარებულები თავის რაღაცა უნიჭოს იმღერებს ვღეროდნენ. ანა, შენი აზრით ამ კვირის აუთსაიდერები ვინ იქნება? ჯავახა, რა თქმა უნდა. კირა გეთანხმები, ეს სოლიდარობა არ არის, ეს არის ძალიან ფეიკი ყალბი გამოხტომა, რომელიც არავის არ სჯერა ხალხნო, რომ ლელუ ეხლა დარდობს მარიამზე. აი ვის გჯერათ აქედან მითხარით, თუნდაც ლელუს გულშემატკივარი იყოს, არ არის პრობლემა. აი ლელუს გულშემატკივარიც რომ იყოთ, ვინმეს გჯერათ, რომ ლელუს ეხლა აინტერესებს მარიამი და მარიამზე დარდობს, არ დაიჩაგროს მარიამი, აი ვის გჯერათ ეს? აი თუნდაც სხვა მონაწილის გულშემატკივარი იყოთ და არ იყოთ მარიამის და ჯავახას გულშემატკივარი. მესმის რომ ყველა მონაწილეს ყავს თავისი გულშემატკივარი და ძალიან ნორმალურია. ვის გჯერათ რომ ლელუს და მუზებს ახლა ძალიან ადარდებს და ლორენცოს მარიამის კარგად ყოფნა და არიქა მარიამი არ დაიჩაგროს. შემოსვლის დღიდან მარიამს ჩაგრავდნენ და ეხლა რანაირად გახდნენ მარიამის დამცველები ხალხო ეგ გამაგებინეთ. ლია ასათიანი, აი მაგას ვამბობ, არავის არ სჯერა და აი ეს სიყალბე და აი ეს ბინძურით, ანუ ბინძურ თამაშს როცა ვამბობთ ხოლმე ხალხო რას ვამბობთ, იცით? ქალზე მოძალადე, რასაც აბრალებენ ჯავახას 21 წლის ბიჭია ხალხო ყველაფერი წინ აქვს მაგას, ხო? და აი ამ ხელა აუდიტორიის წინაშე ადამიანს აბრალებენ რომ ხარო ქალზე მოძალადეო. თქვენ ხდებით რამხელა ბოროტებას ჩადიან ესენი? სტიჩი საიდან მოიტანე რომ არ უყვარს? ადამიანი ამბობს მიყვარსო და თქვენ საიდან უწყვიტავთ რომ არ უყვარს? მოდი მაქედან დავიწყოთ. ლილე გამარჯობა. მეგობრებო, გულებისთვის ძალიან დიდი მადლობა. მთელი ცხოვრება წინ აქვს და მართლა რას აბრალებენ? ან დაუშვათ და მიაღწიეს თავისას რა, აი დაუშვათ და ადამიანს დააბრალეს მოძალადეობა, ჯავახა გავარდა ისე რომ არის ქალზე მოძალადე და არის ცუდი ადამიანი ხალხნო, იმიტომ რომ შენ კიდე ერთი კვირა გინდა შოუში დარჩენა, ადამიანს რამხელა ცუდ რაღაცას უკეთებ ხალხნო, აი მაგაზე დაფიქრდით, რა საშინელებას აკეთებენ.
ლელუ შვება მაგას, იმიტომ რომ თვითონ უნდა რომ კიდე დამატებით ერთი კვირა იყოს, ფინალამდე მივიდეს, ფინალში გაიმარჯვოს. კი ბატონო, მაგას აკეთებს ზუსტად რის ხარჯზე. ანუ თვითონ რომ უფრო მეტად იყოს ჰაუში წარმოჩენილი, მაგის გამო ადამიანს უნგრევს ხალხნო ცხოვრებას. ხვდებით რა არის აქ ყველაზე ცუდი? ის კი არა რომ თამაშია და ხომ მე გამოვარდი მაყურებელი, რა ვიცი, შეიძლება არ არის ის ადამიანი დავუშვათ საუკეთესო იქ, მაგრამ გულშემატკივარი ყავს. ანუ ამის მიმღებლობა კი არა აქვთ. არა, ადამიანს აუცილებლად უკეთებენ ცუდს, ეძახიან ქალზე მოძალადეს, მაშინ როცა ადამიანი იცავდა მარიამს, ანუ მაგის მთელი დანაშაული ის არის, რომ მარიამს იცავდა და თქვა მარიამი მიყვარს. ანუ ჯავახას მთელი დანაშაული ის არის, რომ თქვა მარიამი მიყვარსო. დაუშვათ არ უყვარს და მოსწონს უბრალოდ და ძალიან იზიდავს. ხალხო 21 წლის ბიჭს 18 წლის გოგო ძალიან მოეწონა და იზიდავს. კარგი, დაუშვათ არ არის ნამდვილი სიყვარული და არის ჩვეულებრივი სიყვარული, ისე როგორც 21 წლის ბიჭს მოსწონს 18 წლის გოგო. კაი, ჯანდაბას დაუშვათ. შეიძლება ჯავახასაც ეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში არის მოწონება. ხახნო ქალზე მოძალადეს რო ეძახი. გვანცა გოგოს თუ ბიჭო, რა ვიცი, სულეთია. რომ ეძახი ქალზე მოძალადეს და სამუდამოდ უნგრევ ცხოვრებას. ანუ ქალზე მოძალადე ნიშნავს ხალხო ჩვეულებრივ კრიმინალს. კიდევ ამატებენ ერთ მონაწილე გოგოს, ვის ამატებენ ხალხო, ჩამიგდეთ. არ ვიცი რა ქვია, სამი ზ რო აქვს. შემოვიდა აგერ ეს ადამიანი ახალი ინფორმაციით, ახალ მონაწილეს ამატებენო. ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ხალხო, მაგრამ პატარა ასაკის არის ადამიანი და ემოციებს გამოხატავს ისე როგორც იმ მომენტში გრძნობს. მიხვდით? და ეს ასე უნდა იყოს, ანუ რატომ უნდა იფიქროს ახლა, ვაიმე ახლა მე იქ რო ანუ მოეწონა და გამოხატა ხალხო, რა არის ამაში პრობლემა? მაგალითად ასაკს რა მნიშვნელობა აქვს რომ ამბობთ, მაგალითად 30 წლის ადამიანს ან 40 წლის ადამიანს რომ მოეწონება, შეიძლება მაშინვე იმპულსურად და სპონტანურად ეს არ გამოხატოს და ჯერ მოითმინოს, დაელოდოს, მოდი აბა ვნახოთ როგორ იქნება, მოდი პროექტი დამთავრდება, თუ მერეც გარეთაც გაგრძელდა ურთიერთობა, ხო, მაგრამ ნახეთ, არის ადამიანები, ახალგაზრდა და ცოტა ემოციურ ადამიანებს ახასიათებთ, რომ არა, მე რატო უნდა ვიფიქრო, მე რა იქნება, ეხლა მომწონს და ეხლა ვიტყვი. არც ერთია შეცდომა და არც მეორე არ არის ხალხო შეცდომა, ორივე არის ნორმალური. კიდევ ერთ მონაწილე გოგოს ამატებენ. გვანცა როგორ ხარ? მადლობა, კარგად. სტიჩი კი ბატონო, ნახე, ყოფილა შემთხვევა, როცა მარიამი ყოფილა ჯავახაზე გაბრაზებული და ჯავახა იყო მარიამზე გაბრაზებული. ესეთი რაღაცები წყვილში ხდება ხოლმე. წყვილი როცა არის, ხან ერთი გაბრაზდება მეორეზე, ხან ის გაბრაზდება იმაზე, მერე შერიგდებიან, მერე ანუ წვილის ურთიერთობა რეალურად ეგ არის, არაფერი მაგაში გასაკვირი ხალხო არ არის. მარიამიც გაბრაზებულა ჯავახაზე და ჯავახაც გაბრაზებულა მარიამზე, თუ გაინტერესებთ. სტიჩი წყვილი არ იყო რო იცახი, ანუ ჩვენ ვეძახით ორმა ადამიანმა ღიად კამერების, ჰაუსელების, მონაწილეების თვალწინ რო თქვა, რომ ჩვენ ერთმანეთი მოგწონს. მაგას ვეძახით წვილს. როგორც ლელუმ თქვა, რომ მე და დიასას ერთმანეთი მოგწონს და ეგენი ხა არიან წყვილი, მაყურებლის თვალში არ იცი სინამდვილეში ვის რა განზრახვა აქვს, მაგრამ ლელუმ მას შემდეგ რაც ღიად თქვა კამერებთან და ყველგან აღიარა თუ რა ვიცი, ღიად თქვა რომ მე და დიასას ერთმანეთი მოგწონს, ახლა დიასა რო შევიდეს, ეგენი იქნებიან წყვილი. რა არის მაგაში გასაკვირი ხალხო? წყვილი მარტო ის არის, რომ სვეტიცხოველში ჯვარი დაიწერეს, საკურთხეველთან დაადგნენ, ეგ არის
წვილი შეიძლება ქორწინებით არ დასრულდეს, მაგრამ წვილი იყოს, ხო? შვიდიანები, კი ბატონო და კიდე უნდა ვიყო ხოლმე ლაივში და კიდე უნდა ვიჭორავ ჰაუსზე, პრობლემა მაშინ რა არის? 16 იანვრამდე უნდა მელაპარაკა, ეხლა მეგობრებო, ვის ჩემი საუბრით წუხდებოდით, მინდა კიდევ უფრო სევდიან ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ კიდევ უფრო დიდხანს შეიძლება ვიჭდე ხოლმე ლაივში და კიდევ უფრო მეტი ვილაპარაკო, იმიტომ რომ მე ვარ ჩართული მონაწილე, მე ვარ ძალიან აქტიური მაყურებელი, როგორც მიხვდით. წამყვანი მოგწონსო? ზზზ. რომელი წამყვანი? მალხას ქრივიშვილი, ნანუკა, მარიამ შენგელია, სამი წამყვანია, ხო? მან რომელი წამყვანი? დიასა არ არისო მაგ პროექტში, არის. იმდენად აქტიურობს და იმდენად ერევა, რომ არის. ქუთაისელებით დიასას ურეკავდნენ და აჩოტებს აბარებდნენ ყველაფერს უდეკლარირებდნენ ეს ეხება ის ეხება იქიდან რჩევებს აძლევდა რომ ეს ეკენით ის ეკენით ეხლა ლელო არის უტელეფონზე ჩამკვიდრე ხალხი მივიდა ეს დიასა და ფანჯრებთან დადგა და იმას შვებოდა რა ქვია და რაღა არ არის დიასა და ლელო შეყვარებულია, იმიტომ რომ მთელი ახალი წელი, რა ვიცი, კოტეჯში გაატარეს და ერთად იყვნენ შეკეტილები და აბა მეტი რა არის წვილი ხალხნო. გიო ბოქსინგ კოუჩ, გვანც არა შეჭამეს ლორენცო. შეჭმულია ლორენცო შენი აზრით? გიო ბოქსინგ ეხლა ლორენცო არის შეჭმული შენი აზრით? რა მოხდა გოგოები გაამხიარულეს? ვინ გაამხიარულა? დიას არის პრემიუმს გამარჯვებული და რუსთავიორის თანამშრომელი. რუსთავიორის თანამშრომელი არის თუ არა? არ ვიცი გამარჯვებული რო არის, ვიცი. ორჯერ იყო გამარჯვებული და თვითონ თქვა მე ხო გავიცანი დიასა ფართიზე, სულ იქ იყო ხოლმე. გავიცანი და იქ რა ვიცი ვისაუბრეთ ერთად. კი მეც ხშირად ვიყავთ ანუ მე ანუ ჩემსა და დიასას შორის ეგ საუბარი იყო რომ რა ვიცი რა შვები როგორ ხარ ესე გამარჯობა ხო შენ ყოფილი მონაწილე ხო მეახლანდელი და ეგ უთხარი რომ უკვე მესამეთ არის აუთსაიდერის სკამზე ვარ მეთქი არა უშავსო მეცო ძალიან ბევრჯერ ვიჯექიო აუთსაიდერის სკამზეო მაგრამ მაგისიო შენო არ შეგეშინდესო არა უშავსო ესე მითხრა ყველაფერი შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს ანუ არაფერი განსაკუთრებული არ უთქვამს დიასას შემთხვევით უბრალოდ ჩვენ გაუზიარეთ ჩვენი შეხედულებები ჩვენი მოსაზრებები თამარი რატომ არ შეგიძლიო რაო საიდან რატო არ შემიძლია დიასამ მგონი ნახევარფინალში დაჯდა პირველად არ ვიცი სიმართლე მაგაზე თავს ვერ დავდებ მაგრამ დიასამ როგორც მითხრა ბევრჯერ ვიყავი აუთსაიდერის სკამზეო ბევრჯერ ვიჯექიო სრომსვავდნენო მარის და ჯავახას მიმართო სუბიექტური ხარ რო ატმეჭკა? კი, მე ყველაფერზე სუბიექტური ვარ, კი. კი, სუბიექტური. კი, მე ვარ ხალხო ძალიან სუბიექტური, მაგალითად ვიდეო რო ჩავწერე 150,000 ნახვა აქვს და ხალხი გაგიჟდა რომ შენო რას ქვიაო, რომელიღაცა მსახიობზეო ფიო საშუალოდ სიმპათიური და საშუალოდ ნიჭიერი. ხახნო, აი ძალიან ნორმალურია რომ ვიღაცა თქვენ მოგწონდეთ ძალიან და მე საშუალოდ ან საერთოდ არ მომწონდეს. თქვენ თვლიდეთ ვიღაცა მსახიობზე, ქართველზე თუ არა ქართველზე, რომ ეს არის ძალიან სიმპათიური და მე ვთვლიდე რომ საერთოდ არ არის სიმპათიური. ანუ ამაში რამეს ხედავთ? ამაში განსაკუთრებულს რამეს ხედავთ? ანუ ნახეთ
მე ვარ სუბიექტური, მე ვარ მაყურებელი და რომელიღაცა ქართველ მსახიობ კაცზე ვთქვი, რომ ეს არის საშუალოდ სიმპათიური, მეთქი. სხვა ადამიანები ასევე ჩემსავით მაყურებლები მიწერენ კომენტარებში, რას ქვია, რომ შენო საშუალოდ სიმპათიური, თქვი, ეგო საშუალოდ სიმპათიური კი არა, ძალიან სიმპათიურიაო. ამ შემთხვევაში ისიც მართალია და მეც მართალი ვარ, იმიტომ რომ იმისი გადმოსახედიდან ძალიან სიმპათიურია ეს ბიჭი, ჩემი გადმოსახედიდან საშუალოდ სიმპათიური კი არა და საერთოდ არ არის სიმპათიური. მაგრამ ამის თაობაზე ამხელა გაგიჟება და ამხელა რეაქციას მე მართლა არ ველოდი. სუბიექტური ვარ, სუბიექტურად ვთვლი, რომ ეს კონკრეტული მსახიობი არის საშუალოდ სიმპათიური. რა არის ამაში გასაკვირი? მარიამს და ჯავახას წყვილს არ ეძახიო. ვეძახი ხალხნო წყვილს. ანუ წვილი თქვენ გონიათ მარტო საკურთხეველთან ვინც დგას ჯვრის დასაწერად? არა, წვილი შეიძლება იყოს ჰაუსი, შეიძლება იყოს გარეთაც. Dark Flow ვიზე ვთქვი და მე ძალიან სასაცილო იყო, მოკლედ ვიდეოში ვამბობ, რომ ეს რომელიღაცა ქართველი კაცი არის, ვიღაცა მსახიობი და მე ეს როგორც მსახიობი არც ეგრე არ მომწონს დიდად და როგორც ვიზუალურად არც ეგრე დიდად არ მომწონს და რა ვალდებული ვარ რომ მომწონდეს, აქედან დავიწყოთ. და ვთქვი, რომ საშუალოდ სიმპათიური და საშუალოდ ნიჭიერი, მეთქი ხა ფლად ყველაფერს ვერ დავუკარგავ ადამიანს, ნუ რაღაცა საშუალოდ ნიჭიერი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში არის. ესე იგი, ვინც ამას თვლის ძალიან სიმპათიურად და ძალიან ნიჭიერად, გამოხდა კომენტარებში და წერენ ძალიან ისეთ რა ქვია, მძაფრ კომენტარებს, რომ შენ რა უფლება გაქვს ვინმეზე რამე თქვა, შენ მსახიობური ნიჭი საერთოდ არა გაქვს, შენ აბა მითხარი რისი ნიჭი გაქვს, შენ სხვაზე როგორ ლაპარაკობ რამის, ხო ის სექტა ძალიან მომწონს, შენ სხვაზე რამის როგორ ლაპარაკობ, აი ცოტა ქვემოთ მიდევს, ბევრი ნახვა 150,000 თუ რაღაც მეტი. შენ რამის ხმას როგორ იღებ, მე მაინტერესებს ესეთი რაღაც სუბიექტური აზრის გამოთქმა და ღიად თქმა იმაზე, რომ ეს მსახიობი არის საშუალოდ ნიჭიერი და საშუალოდ სიმპათიური. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აქ შეურაცხყოფა არ ყოფილა საერთოდ არაფერი. ანუ სიტყვებს დაუკვირდით საშუალოდ ნიჭიერი და საშუალოდ სიმპათიური და გაგიჟდნენ, ანუ ვინ გაგიჟდა, იცით? ვინც თulis რომ ის ძალიან ნიჭიერია და ძალიან სიმპათიური და მე მაქვს ესეთი მოსაზრება, რომ რა პრობლემაა, შენ თვლიდე ძალიან სიმპათიურად და ძალიან ნიჭიერად და მე არ ვთვლი. გაამარჯობა ნატუკა. ანასტასია მალაკმაძე, როგორ ხარო? კარგად ვარ, მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა გულებისთვის. 9000 გული მაგ. მეგობრებო, ძალიან ბევრი აკაუნტია მარიამი და ჯავახა, ესე ქვიათ რა, მარიამი და ჯავახა ძალიან ბევრი აკაუნტია. სიმართლე გითხრათ, ზოგი მერევა ხოლმე და რომ მგონია, რომ ერთს დაგიბრუნეთ პასუხი, შეიძლება მეორე დამჭირთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხართ ესეთი მარიამი და ჯავახა. ჯავახა და მარიამი. და ასევე ძალიან ბევრია მარიამი, რო ქვია ესეთი აკაუნტი და მარიამის ფოტო აქვს. შესაბამისად, შეიძლება ხოლმე რაღაცა გამომიგზავნოთ, რაღაცა მომწეროთ და იმდენად ერთი და იგივე სახელები გქვიათ ხოლმე, რომ პასუხი ვერ დაგიბრუნოთ.
ეს წილი ემახსოვრება ყველა ჰაუსის ისტორიაში გეთანხმები, მეც ესე მგონია. ისევ და ისევ ხალხო რატო ემახსოვრებათ, იცი? იმიტომ რომ ისინი აშავებენ და ისინი უტევენ. რაც უფრო მეტად ლანძღავენ ესენი, რომ დაუკვირდეთ, უფრო ერთად არიან. ეს რაღაცა საფრთხეს რო გწნობენ, ხო, რაღაცა წიწილები თუ ისინი რო არიან ხოლმე, ხო, პატარა ლეკვები, ან რაღაცა ესეთი საფრთხეს რო გწნობენ და ერთად რო არიან ხოლმე. აი დაახლოებით ეგრე არიან ხოლმე შეყოშულები ოთახში. გვანცა აღარ ხარ მონაწილე და ლაპარაკობ არგ კიდია. მეგობრებო, მონაწილე რო აღარ ვარ, რატომ გგონიათ რომ არ უნდა ვილაპარაკო? მაშინ აქედან დავიწყო და დამიწერეთ უშუალოდ სახელი არ გვქვია, მარტო ტუჩები გახატია. შესაბამისად, რახან ტუჩები გახატია, მოდი აბა მითხარი, რატო არ უნდა ვილაპარაკო? ანუ რა მიზეზია? მაგალითად, ანუ მონაწილე რომც არ ვყოფილიყავი, ისედაც შემეძლო რომ ეხლა დავჭირდეთ და თქვენ ვილაპარაკოთ. რა არის ამაში პრობლემა? ხითარიშვილი ვინმის აშავებსო და ძალიან ცუდად იქცევიან და ძალიან ცუდად აშავებენ ჯავახას, რომელსაც ეძახიან ქალზე მოძალადეს და ეს არის ხალხო ძალიან სერიოზული ბრალდება. სტრატეგიულად არ აწყობთ ამ წყვილზე ცუდის თქმა, რადგან უფრო ვგულშემატკივრობთ ამ წყვილს და ვუმესიჯებთ. გეთანხმები სტრატეგიულად, მაგრამ თან გადაბირებაც უნდათ ადამიანების და თან ადამიანებს უნდათ დააჯერონ, რომ ეს მოძალადეა და აღარ დაუმესიჯონ. ხვდები ხო რაშია საქმე? მოძალადე ნამდვილად არ არის ფეიკი, ფეიქსაც ეძახიან, მაგრამ ეს ფეიკი არ ეყოთ. ნახე, ფეიკი ხარ ხო ეძახოდე წინა 2 კვირა. ეგ არ ეყოთ. და ეხლა დაუმატეს, ანუ დაუმძიმეს ბრალდება და დაუმატეს, რომ შენ ხარო ეხლაო მოძალადეო და ქალზე ძალადობა ხალხო არის კიდევ ერთხელ ამბობ ძალიან სერიოზული ბრალდება. თინიც ეძახდა, ლელუც ეძახდა, რა ვიცი, ყველა ეძახდა. კი რა, ლელუს უნდა რომ მოიგოს და ყველაფერს აკეთებს ამისთვის. აი მაგაშია ხალხო პრობლემა. რომ უნდა მოიგოს, ეგ კი არ ტეხავს. მაგისთვის რომ ადამიანი შეგიძლია რომ აი ესე საშინელ დღეში ჩააგდო, თქვენ ბოლო პერიოდში რასაც უყურებთ, ჯავახარი ძალიან ცუდად. ანუ ადამიანი არის მართლა ცუდად, იმიტომ რომ ისეთი ბრალდებების უარყოფა და ისეთ რაღაცაზე უწევს თავის მართლება, რაც არ ეკუთვნის. Hi Guans, hi Mariam და კი ერთად არიან. Dark Flow, ეხლა მაგას რატომ მეკითხები? ხალხო ბონდოზე მეკითხებით, რომ მოკლედ ბონდომ დადო ვიდეოები, რომ წავიდა და ეს ჩვენ ყოფილი თანა ჰაუსელი არის ძალიან საყვარელი ბიჭი, ძალიან კარგი ბიჭი, აჩიკო. და დარბის ამ აჩიკოსთან ერთად და ძალიან ბევრი მწერთ ხოლმე, რომ წყვილი არისო, ესენიო არ ვიცი. მისი ეს საქციელი არის ხოლმე ხშირად თავდაცვის მექანიზმი. გული კეთილი აქვს კი, პატარა და რა ვიცი, საყვარელია ხალხო, რა ვიცი, ცოდუა. ძალიან ცუდად ექცევიან, აი ძალიან. საბა, სალამი საბა. თავარი არ ვიცი რატო აბრალებენ, წარმოდგენა არ მაქვს. სესი ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ გულშემატკივრებულად ძალიან დიდი მადლობა. ხახო, აი ისე მეწოდება ახლა ჯავახა, რასაც უკეთებდი მე მაგალითად, ანუ ყოველ ჯერზე რამდენი დავშოთ ეპიზოდი გავა, რამდენი ჩავთავ ხოლმე. ვარ ხოლმე ძალიან ბედნიერი, რომ იქ არ ვარ, იმიტომ რომ ესეთი დაძაბული ჩემ დროს ესე არ იყო. ესეთი დაძაბული და ესეთი ნეგატიური გარემო ჩემ დროს არ იყო. ეხლა მე მახსენდება პირველი კვირა, ნუღაცა მეორე კვირას კიდევ უფრო დაიძაბა, მესამე კვირას კიდევ უფრო დაიძაბა და ასე შემდეგ, მაგრამ
აი ესეთი გარემო არ ყოფილა. ეხლა არის უკიდურესად ნეგატიური და დაძაბული გარემო. აი რასაც უყურებ ხოლმე მე მარიამს და ჯავახს, აი ეს ოთახში რო არიან ხოლმე და გამოსვლა აღარ უნდათ, იმიტომ რომ ფიზიკურად ვეღარ უმკლავდებიან ამდენ სიძულვილს და ნეგატივს. მარის უთხარი არ გაატყდეს. რაც შემიძლია ყველანაირად ვეუბნები ხოლმე, მაგრამ ხალხმა ტელეფონი აქვს ძალიან შეზღუდული ოდენობით. ოჯახის წევრები უნდა მოიკითხო ის ნახო იქ შენზე რა ისინი კეთდება, იქ ეპიზოდში რა ჩასვეს, ანუ აზრზე უნდა მოხვიდე, ხო? ბევრი რაღაცის და ამ დროს ტელეფონი არის ხოლმე 20 წუთი, ხან 9 საათი, ხან 1 საათი. ეთანხმები, აი ზუსტად ეგ არის, ყველაფერი არ უნდა იკადრო. ანიტა რა ეძახი შენ ბოდიალს? გეუბნები რთული პერიოდი აქვს გავლილი და ძალიან სიმართლე გითხრათ ძალიან არ მინდა ხა სიტყვა მეწოდება გამოვიყენო, საწოდავი ნამდვილად არ არის, მაგრამ ძალიან წუხვა, რასაც უყურებ, აი რაღაცა ძალიან ისე უთანაგრძნობ რა. აი ხლიფ დიანა რობის რუბულყავს ტვინს მოგწონვა რომ მსგავსი დებილიზმი არ გამიგია ბიჭი მეუბნება არ მომწონხარ ვაიმე ხალხო ეგ იყო შოკი დასვა და გადაუარა ჯავახას გინდა თუ არა მოგწონვარო ადამიანი ეუბნება რომ არ მომწონხარო არაო შენთან არ ვიმეგობრებდი იმიტომ რომ ნებისმიერი კომუნიკაცია და ურთიერთობაო ბიჭისგანო ფლირტად მიგაჩნეოდა როგორ გემეგობრებოდიო არაო შენო მეო მოგწონდიო ანიტა, ნახე ანიტას აქვს ესეთი შეკითხვა. ოსები რომ არიან მუზაშვილები, ეს ნორმალურია ამხელა სეპარატიზმი? არანაირი პრობლემა არ არის, გინდა ოსი იყოს, გინდა სომეხი, გინდა აზერბაიჯანელი, გინდა ჩინელი, გინდა თურქი, გინდა რუსი, გინდა უკრაინელი, გინდა ფრანგი, გინდა ბრაზილიელი და ასე შემდეგ. მაგაც აქციებში ხალხო ტეხავს ის რომ თავის წარმომავლობას მალავენ და თავისი წარმომავლობის უთხდებათ. ანუ რომელიმე ეროვნების რო ხარ ეგ კი არ ტეხავს, შენი წარმომავლობის და შენი ეროვნების რო გცხვენია და მალავდა, ჩქმალავდა, იქ გვარს იკეთებდა, გინდა რომ რაღაცა მასაში სხვანაირად შეერიო და გაითქვიფო. აი ეგ ტეხავს ხალხო. კი ძალიან ნორმალურია რომ სხვა ეროვნების და სხვა ნაციონალობის არიან უბრალოდ ძალიან ეხავს რომ ამას მალავენ ნატალი 20 იმ ლაივზე რას ფიქრობ როცა მარიამს და ჯავახას ერთად ეძინათო ცუდი სიტყვები არ მინდა გამცუდი რა იყო ამაში რა იყო ამაში ცუდი? სესი მთავარი რობლოქსერი მთავარი რობლოქსერს აინტერესებს რა ვარ ზოდიაქი ვარ მორიელი მარიამს ახლა მაგ კომენტარს ვერ წავიკითხავ, ვერ გავაჟღერებ ვერაფრით. აი სამი ვარდი რომ არის, სავარაუდოდ არის
fake account-ი და მარიამის გაშავება უნდა 16 follower-ით. მოდი დავბლოკავ. და ვინც წაიკითხეთ ამ ადამიანის ესეთი ეკა თან ქალია ეკა mail.ru აი საშინელი კომენტარი ვინც დაწერა მარიამზე არც ვიცი რა გითხრა აქ უბრალოდ არის შენი ბოროტება რაც ჩანს ეკა mail.ru თუ რაღაცა ქონდა 16 follower ანუ fake ხალხო მარიამი კი არა ნებისმიერი ქალი რო ეგეთი სიტყვებით მოიხსენიო უკვე შენ ხარ არასწორი დაუბლოკე მეგობრებო ეს იმიტომ რომ ძალიან ცუდი სიტყვებით დაახასიათა მარიამი ვიზეც არ უნდა დაეწერა მარიამზე დაწერდა თუ სხვაზე დაწერდა მაინც დაუბლოკავდი ანიტა ყველა მიცისო ლორენცო რეიტინგს წყვილის ხარჯზე იწერს. ლორენცო რეიტინგს ყველას ხარჯზე იწერს. ეხლა ძალიან კარგი გასართობი მიეცა ახალი მონაწილე ეს ბიჭი, რა ქვია, კიკინიანი არა და მეორე ხალხო დამიწერეთ რა ქვია გულებისთვის ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა გულებისთვის. კიკინი არა და მეორე ხალხო რა ქვია ახალ მონაწილეს დამიწერეთ. ახალი ბონდო ლაშაო. ლაშა მოკლედ ლორენცოს ახლა ყავს ახალი გასართობი ვიზეც აი ამ მანიპულაციებს ამ შეტევებს მე ამ წყობიდან გამოიყვანს ამ ლაშას და ადგავს შოუს ანუ მაყურებლის და კამერების ყურადღება საით მიდის სადაც ვიღაცას უტევენ მე ის ადამიანი თავს იცავს თავის დასაცავად ამას უტევს ანუ სტანდარტი რაც არის ხო და წავა ამ ახალი მონაწილისკენ ახლა გაწიე გამატარე ჰაი ჰუი მადლობა გულებისთვის მეგობრებო ხო და წავა გაწევა გამოწევა და რა თქმა უნდა ლორენცოს ახალი გასართობია ეს ძალიან ისე კარგად ყავდა გასართობად ბონდო საშინელებებს უკეთებდა ლორენცოს ანუ ბონდო რასაც აკეთებდა ხალხო არ ვიცი ზოგჯერ მეგონა რომ მეთქი აი ლორენცო ყოჭა აი რამადენჯერი თქვამს რომ ლორენცო ყოჩახ შენ ამას როგორ უძლებდა და თავისივე დადგმული ის იყო ხოლმე რა ქვია გაწევ გამოწევა და ეგრე უძლებდა კი მეგობრებო მარის ნამდვილი ხმები ქონდა იმიტომ რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს რატო ქონდა მარის მესენჯერის ხმები უფრო მეტი ვიდრე ფასიანი ზარები Dark Flow გეთანხმები მეც ვიყავი ლორენცოს გულშემატკივარი ბონდო რო ეჭდა გვერდით ხალხს ვეუბნებოდი რომ ხალხო ლორენცოს გულშემატკივრად ეს ბონდო საერთოდ ვინ არის ხო მარიამს ქონდა ძალიან ბევრი მესენჯერის ხმები იქიდან გამომდინარე რომ მარიამის გულშემატკივრები არიან თინეიჯერები და პატარები და მესენჯერში იჭსხდნენ 2 დღე და ხამე და უმესიჯებდნენ მარიამს და მე რო ჭედავდა ხოლმე ეს მესენჯერი ძალიან ნერვიულობდნენ და მე მწერდნენ ხოლმე რატო ჭედავს რატო ვერ ვაძლევ ხმას რატო ჭედავს ანასტასია სიამური გვარი ვერ წავიკითხე მაგრამ დაგაფოლოვე იმდენჯერ დაწერე მადლობა გულებისთვის კი ემიგრანტები კი არ არიან იქაურები არიან ხო აი მაგალითად ხალხო ნახე
არა მარტო თინეიჯერები ხო დიდებიც, მაგრამ ძალიან ბევრი თინეიჯერი ყავდა. კი ბატონო, ნახეთ. მუზები არიანო რუსეთში. ეხლა თქვენი აზრით, მუზები რატომ მალავდნენ ისეთი ჩვეულებრივ რაღაცას? სად გაიზარდნენ? ანუ თქვენი აზრით რატომ მალავდნენ ამას და რატომ არ უნდათ ამის თქმა? თქვენი აზრით. ანუ დასამალი ამაში რა არის? თუ ძალიან ოკეია და ძალიან ჩოლებია, რატომ მალავენ და რატომ არ ამბობდნენ ხოლმე და შეკითხვებზე რატო არ პასუხობდნენ? ვიდეოც ვუდევთ, რომ ჩვენ ვართო უჯარმიდანო, არ არიან უჯარმიდან. მარი გამარჯობა. თქვენი აზრით რატო მალავდნენ მუზები, რომ არიან წარმოშობით რუსეთიდან? მართალია, აი სწორი აზრები დაიწერა უკვე. მართალია ხალხნო, ზუსტად მაგიტომ. თუ არაფერი არ აქვთ დასამალი, არ დამალავდნენ. მარტივად არის, აი მარტივად თქვით ეს ხალხნო, აი მარტივად მივდექით, რატო მალავდნენ თავიანთ წარმომავლობას და რატო მალავდნენ თავიანთ ჰაუს რუსთავი მერე რა რო თუ იქ იცხოვრესო არაფერი პრობლემა არის იმაში რომ ამას მალავდნენ მაგას მონაწილებიან ვინმე სხვანაირად გამოიყენებდა სხვანაირად როგორ ტყუილში მხილება სხვანაირად გამოყენება მეგობრებო თქვენ ახლა რა აზრის ხართ მაგალითად მე რო გამოვიდე და ვთქვა რომ რომელიმე დავუშვათ სახელმწიფო ავიღო დავუშვათ ჩინელი ვარ რო ვთქვა ან კარგი ხო ინგლისურად ჩინურად ვერ ვლაპარაკობ ინგლისურად ვლაპარაკობ გამართულად და ვთქვა რომ მე ინგლისელი ვარ რა აზრის იქნებით რომ მე გვანცა კაპანაძემ ვთქვა რომ ინგლისურად დავიწყო ახლა ლაპარაკი და ვთქვა რომ მე ვარ ინგლისელი და დიდი ბრიტანეთიდან ვარ არი ფიქრებთ რომ რას გვატყუებს ეს ქალიო რატო გვატყუებს არ არისო სინამდვილეშიო რა ვიცი რატო გვატყუებს რომ ქართველია რატო გვატყუებს რომ ბრიტანელია აი თქვენი აზრით ეჭუმიტანილი ზუსტად მუზებით ყოლებით და უხარისხო სპექტაკლებით აშტერებენ ხალხს ზუსტად ეგ არის კი ბატონო გვანცა ლამაზო დიდი მადლობა ხახნო და დიდი მადლობა გულებისთვის მეგობრებო
ახლა მე რო დავჯდე და ვთქვა რომ მე ვარ ჩინელი ან ინგლისურად დავიწყო ლაპარაკი და ინგლისურ შოუში წავიდე და ვთქვა რომ მე ვარ ინგლისელი და ასე შეიძლება ანუ ჩინელზე და ინგლისელზე არ მაქვს რა თქმა უნდა საუბარი ნებისმიერი სხვა ეროვნება რო გავაფეიკო არ იფიქრებთ რომ მე ვარ მატყუარა და ფეიკი თუ სხვა რამეს იფიქრებთ საინტერესოა ვილაპარაკო არაფერი არ მოხდება უბრალოდ გამოვა რომ ვაფეიკებ ჩემ ეროვნებას და გატყუებთ ხალხს რომ ეგ იქნება სხვა კი არაფერი თორე არაფერი არ მოხდება და ასევე მაინტერესებს გრძელი კაბა რატო არის პატიოსნება ანუ კაბის სიგრძე რატო არის რამე პატიოსნებასთან კავშირში კი ბატონო ეჭუმიტანილი აი ეგ არის კი ქართულ გოგოს ლანძღავენ და ბევრი ხარობს ამით ანუ დიანა დავამუღამე dark flow კი რა ძალიან გაუჭედა ჯავახას და ძალით მიიყვანა იძალა ფაქტობრივად ამ ბიჭს ძალით უნდა ათქმევნოს რომ მე არ მომწონხარო ეს ჯავახეუნება არა გინდა თუ არა მოგწონდიო ნანიკო დაგაფოლოვე ნინიკო ხო რა ვიცი რამე არ გამრავიცი როცა დაჭირდათ ის მოკლე კაბებით ჩაიცვეს ლეოპარდის ამოღებული კაბებით ჩაიცვეს იქ საახალწლოდ სნეგურაჩკას თუ რაღაცა წითელი მოკლე კაბებით ჩაიცვეს და რა ვიცი როცა დაჭირდათ ყველაფერი ჩაიცვეს მაგრამ მაინც გრძელკაბიან პატიოსან გოგებად მოგვთ თავი ანუ საიდან ეს fake image და fake ამბიცია წარმოდგენა არ მაქვს მარის ემუქრებიან კი რომ შენ პირაც ჩვენ რო გამოიტანო საჯარო თუ და ასე მეტი რაღა უნდა გამოიტანო ხალხო ყველაფერი ვიდეოები დაუდეს და ყველაფერი ცუდი რაც იყო უკვე პირველივე დღეს დაუდეს ეს ვიდეოები რომ ხო თინათინი რასაც ამბობს ახლა რომ მარიამს რო ეუბნება რომ შენ უქშურსო მარია ხო აი ხა თინათინი რომ იძახის მარიამს ეუბნება რომ დიანას იქშურსო დიანას ბაძავო და ასე შემდეგ ნეტა რა აქვს რომ რისი შეიძლება მაგათი შეგშურდეს ანუ რა აქვს ეგეთი მადლობა მეგობრებო გულებისთვის
ფლოუს ფეხები მოეწონა. მოკლედ მეგობრებო, ეხლა რაღაც კომენტარებს უყურები და ზოგი კომენტარი არის რაღაცნაირი ფერით ჩანს უფრო შედარებით ესე ვთქვათ ფეიდ გახუნებული და თითქოს დაფარული არის. ანუ ამ შემთხვევაში ესეთი კომენტარები, ანუ ზოგი ხო არის რომ კაფიოდ ჩანს თეთრი და ზოგი არის ცოტა დაფარული ჩანს და ანუ კომენტს მიყვარხარ. ეს რატომ არის, რომ ზოგი კომენტარი უფრო ჩამქრალია და ცოტა უფრო ისე ჩანს და ზოგი უფრო მეტად, ანუ რატომ არის ესე? თიკო მუშაობსო, თიკო დღეს არ შემოსულა Dark Flow, მე მგონი თიკო დღეს არ გყავს. არც ცალია, თიკო არის ჩემი მოდერატორი. თიკოს ფერადი დროშა არ მომხვედრია თვალში, ანუ თიკოს არც ცალია ხალხო. თორე თიკო ძალიან კარგად მეხმარებოდა ყოველთვის. დღეს მოხარდა დამწესა ყველაზე კარგად და მე ნინიკო 2000 ძალიან დიდი მადლობა. დღეს ახლა მოდერატორის გარეშე როგორღაც არ ვიცი, დღეს ნაკლებად უცენზურო სიტყვები არ ვიცი რატო, ხალხი დაიღალა თუ ყველა დაუბლოკეთ უკვე. Dark Flow რაშია საქმე, ყველა დაუბლოკეთ უკვე თუ ეს უცენზურო სიტყვები დღეს არის შედარებით ცოტა. ალბათ უკვე ვინც იყო ეს უცენზუროები ყველანი დაუბლოკეთ და აღარ დარჩა. ისე მეშინია ხოლმე თინათინის, მე ხალხმა თიანასიც ძალიან მეშინია. ლორენცო სივენსენი ხბები რო აქვს? არა, ხალხმა იმიტომ რომ მუზეები ძალიან აგრესიულები არიან. ვარსკვლავები რო ეკითხავ და მაგალითად რო უთხრეთ თინათინა ფეიკი წყვილი ხართო. ხო, ფეიკი წყვილიც ეძახა, არა კაციც ეძახა, მოძალადეც ეძახა. ზესტაფონი, შენი ფანი ვარ, ზესტაფონი, ჰაი. გამარჯობა ზესტაფონს. ვარსკვლავი იძახენ, გთხოვ დავაფოლოვოთ ვარსკვლავები. არ ვიცი სახელი რა ქვია, ვარსკვლავები ქვია. ეხლა მუზეების მეშინიაო რო თქვით, ედიტებს გააკეთებენ. გააკეთონ კაცო. მე არა მაქვს პრობლემა, ჩემზე რა ედიტებიც გინდათ გააკეთეთ. დიანას იმ უფრო მეშინია თუ მუზეების არ ვიცი. თინათინის არ ვიცი, ორივესი. 3 მუზის მეშინია, მესამე ლელუ ყავთ მუზად. მარია, ძალიან დიდი მადლობა. მეგობრებო, ეხლა უნდა გავიდე, ძალიან დიდი მადლობა გულებისთვის, მხარდაჭერისთვის, ჩართულობისთვის. რატო შემოდიან თუ ედიტები უნდა გააკეთონ? არაფერი პრობლემა არ არის, გააკეთონ ედიტები, კირჩხიბი. ლორენცო აი ყველაზე კარგი მოთამაშე, ვამბობ თამაშობს კარგად, რაც ამ პროექტს ჭირდება, აქვს მაგ ბიჭს. კირჩხიბი გეთანხმები სრულად გეთანხმები, რომ ლორენცო რომ მან შესრულის დღიდან მოთამაშეა, ეგეთი მოთამაშე ყველაზე მომზადებული ეგ შემოვიდა. ყველაზე ძლიერი მოთამაშე არის ამ ეტაპზე ლორენცო შემოსვლის დღიდან, რა ვიცი ესია. კირჩხიბს პასუხ ამ შემთხვევაში. მეც მიყვარხარ შვედიანები, შვედიანები ძალიან საყვარელია. ჩემი აზრით ეგ იგებს
დიდი შანსია. კი ბატონო, ძალიან დიდი შანსია და შემოსვლის დღიდან ლორენცო იყო ადამიანი, რომელიც ყველაზე სტრატეგიული, არის ასევე ქარიზმატული, ხო ვიღაცას შეიძლება სიმპათიურებოდეს იმ ქართული მსახიობის არ იყოს, მე რომ საერთოდ არ მესიმპათიურება, მაგრამ ონა გოგომ და უამრავმა გოგომ დაწერა რომ პაიმე ძალიან სიმპათიურია და შენ ცუდო როგორ ვერ ხედავ რომ ძალიან სიმპათიურია და როგორ დაუძახე საშუალოდ სიმპათიური ძალიან ბევრ ქალს მოსწონს ლორენცო ძალიან ბევრ გოგოს მოსწონს ლორენცო ეს სიმპათიურება ის ტიტული რო დარბის და გაიხდის ხოლმე ჩაიცმევს ეს ყველაფერი არის იმისთვის რომ მაყურებელს ემუშავება რა თქმა უნდა და ძალიან კარგია ძალიან დასაფასებელია სტრატეგია ძალიან დასაფასებელია მაყურებელზე მუშაობა მაგრამ ყველაზე ცუდი რაც არის ის რომ იმის გამო რომ შენი სტრატეგია გაამყარო და შენ უფრო მიუახლოვდე გამარჯვებას ამისთვის სხვას რო ეძახი მოძალადეს აი გარი ხალხო ყველაზე ცუდი რომელიც რეალურად მოძალადი არ არის ჯავახაზე მაქვს რა თქმა უნდა საუბარი მეგობრებო ეხლა უნდა დაგიმშვიდობოთ იმიტომ რომ ვარ წასასვლელი მქონდა ეხლა შესვენება რომელიც დავხარჯე თქვენთან ეს შუა შესვენება და არ მინდოდა ქუთაის მეგობრებო გავარდნილო ქუთაისმა ძალიან აურია ბოლოს ხო ნახეთ როგორი ბინძური თამაში დაიწყო და კაფეოდ გამოხატული ბინძური თამაში მე მგონია ძალიან შესამჩნევია და არც მაყურებელს არ მოწონთ ხო ეგრეა მეგობრებო დაგიმშვიდობებით ახლა ყველანი ძალიან მიყვარხართ და ვიდეოები ჩამიგდეთ საინტერესო ედიტები ჩამიგდეთ და გელოდებით ნახავ აუცილებლად შენ ვიდეოს კი უბრალოდ ვისაც გული ვარსკვლავი და ესე გიწერიათ გული მაჩვენეო აჰა გული ვაჩვენოთ სწორად ვაკეთებ ვისაც გული ვარსკვლავი და რაღაცები გიწერიათ და სახელი არ გიწერიათ შესაბამისად სახელით ვერ მოგმართავთ და რა დაგიძახოთ ხოლმე არ ვიცი მოკლედ მეგობრებო წავედი ხათუნა მიქაუტაძე ეხლა შემოგვირდა მაგრამ მე კიდე მე ბარბარე შვიდიანები და გველუკა ყოფილა ბარბარე სიმბოლოები სასიამოვნოა ბარბარე მოკლედ მეგობრებო გავედი ეხლა იმიტომ რომ წასასვლელი ვარ და საქმეებს უნდა მივხედო და მე კიდე შემოგიერთდებით კოცნით სულ ყველას